Fitness-ში არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი, რომ შედეგი 70% სწორი ყვება, სწორედ ამიტომ ავტობუსმა გადაწყვიტა, რომ ხარისხის კონტროლი დარბაზის გარეთაც გაიტანა და საკუთარი ყვების ხაზი basic kitchen-ი შეექმნა. შესაბამისად, გადაცემა ხარისხი თქვენთან ერთად ამ სივრცეში პირველად შეიხედავს, თუმცა მანამდე ტრადიციულად უნდა გავემზადოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სიზუსტე? იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე მათ შორის კითხვები მომხმარებლების მხრიდან, რამდენად სწორად არის კალორაჟი დატანილი. აი ამ ნაწილში რამდენად აუცილებელია იმისთვის, რომ ხარისხიანი, მაღალხარისხიანი ჯანსაღი პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს, რომ ზუსტად იყოს დაცული ის ყველა პარამეტრი, რისგანაც შედგება საბოლოო ჯამში ესა თუ ის კერძი. თითეული ნედლეულის გრამაჟი, რომელიც თავიდან არის შეფის მიერ გაწერილი, უნდა იყოს დაცული. პირველი ეტაპი არის ეს, შემდეგ უშუალოდ ნუტრიციოლოგი უნდა ჩაერთოს პროცესში და მან უნდა დათვალოს ეს კალორაჟი. მან უნდა დათვალოს ცხიმები, ის ბოჭკოები, ის ცილები, ის მიკრო და მაკრო ელემენტები, რაც პროდუქტში არის. როცა ეს უკვე დათვლილი არის, უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს მივცეთ ჩვენი პროდუქტი, ვუთხრათ ამ პროდუქტის კალორაჟი, შემადგენლობა და ნუტრიციული ღირებულება რა თქმა უნდა. რა პრინციპით არჩევთ მომწოდებლებს და როგორ ეთანამშრომლებით და რა ხდება უკვე იმ სივრცეში, სადაც მათ შორის მოწოდებული ნედლეულის შენახვა და დასაწყობება ხდება, იქ რა სტანდარტი გაქვს? ჩვენი მომწოდებლები ავტომატურად ვალდებულები არიან კონდეთ თავიანთ სივრცეში HACCP სტანდარტები დაცული, კონდეთ სერტიფიკატები, რომელსაც ჩვენ მოგვაწვდენ ნებისმიერი მოწოდებული ნედლეულის შემთხვევაში და ასევე კონდეს ანოტაციები. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ანოტაცია უნდა იყოს ქართულად და უნდა იყოს სრულფასოვანი, რაც ნიშნავს, რომ თითეული დეტალი, სად და როგორ მომზადდა ეს ნედლეული უნდა იყოს გაწერილი. შესაბამისად, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პროდუქტის ხარისხზე. რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის ის, რომ პროდუქტი, რომელიც არის ჯანსაღი, იყოს გემრიელი. ჩვენი თავიდანვე გადაწყვეტილება და мотиваცია იყო ზუსტად ეს, რომ ჯანსაღი ყოფილიყო გემრიელი. და პირველი, როცა ჩვენი მომხმარებელი ბოულს, ჩვენს wraps, სენდვიჩს გასინჯავდა, ეთქვა, რომ ძალიან გემრიელი პროდუქტია, ძალიან გემრიელია და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს დავიცავით თავიდან ბოლომდე, ჩავრდეთ შეფები, რომლებიც ამ პროცესში მიიღებდნენ მონაწილეობას, დავსვით გემოები, რომლებიც ჩვენი აზრით არის საკმაოდ გემრიელი, ნოყიერი და რა თქმა უნდა დაბალანსებული. ეს ყველაფერი უკვე ეს კომბო ქმნის იმ გემოს, რაც აქვს Basic Kitchen-ს.